მოკლედ გუშინ შესესემ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება 27 დეკემბერს თესეუს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მარშს და გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ პრინციპში ყველაფერი მოიწონეს დროც, თარიღიც, მარშრუტიც, მაგრამ გვეუბნებიან, რომ გზის სავანაწყოზე არ იაროთ, ტროტუარზე იარეთ. ხო და მაგის უფლება არ აქვს, ახლა პრინციპში შესესეს შეეძლოთ, რომ ეთქვათ, რომ მაგალითად მილიქიშვილის გამზირთ კი არ იაროთ, ჩადით ვარაზის ხევზე, ამოდეთ კოსტავატან და მსგავსი ტიპის კორექტირებების უფლება ჰქონდათ პირობითად, ამ ახალი რაღაც რეპრესიული კანონით. ხო და იმის უფლება, რომ ტროტუარზე იარეთ და გზაზე არ იაროთ, მაგის თქმის უფლება ამ განცხადებაში არ ჰქონდათ. ადგილზე შეუვლიათ, ეხლა თუ ცოტა ხალხი ვართ, გითხრათ, რომ ტროტუარზე იაროთ. ხო და ეხლა პრინციპში არაფერი ახალი არ არის, მაგათ უცოდინობაში და ეს ვიდეო მაგასაც არ იცნობ. უბრალოდ რის თქმა მინდა იცით, რომ ეს შესესეს მიმართავ. ყოველთვის ისე ხდება, რომ თქვენ არ გვაქვს კანონს და ჩვენ ვიცავთ. თქვენგან დარღვეული კანონის, თქვენგანვე დაცვა გვევალება ჩვენ. მათ შორის ისეთ კანონებს, რომელსაც არ ვეთანხმებით, იძულებულები ვართ დავიცვათ, იმიტომ რომ თქვენ არ გვერდთ და ვიღაცამ ხოლმე დაიცვას. ხო და ერთხელ მოგვეცით საშუალება, რომ თქვენ დაიცვათ ეს კანონი, აბსოლუტურად ყველაფერში დაიცვათ, არაა რთული სხვათა შორის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და დამიჯერთ არაა რთული კანონის დაცვა. თქვენ დაიცავით და უბრალოდ მოგვეცით მაგითი საშუალება დაგანახოთ, რამდენად ფეხებზე გვიკიდია ეგ თქვენი კანონები. და რა ვიცი, მივმართავ მაგალითად მემანიშვილს. გოგა, მომეცი საშუალება დავარღვიო კანონი. ნუ იქცევი პატარა ბავშვით. დათმე ერთ დროს უშენი არა ეკანონი ერთხელ მეც დამარღვევინე კაცო.